რასაგნები იმყოფებიან სატურნის, იუპიტერის, მარსის, ვენერასა და მერკურის ძალაუფლების ქვეშ. ამ ფართო საკითხზე აგრიპა წიგნის შემდგომ თავებში საუბრობს, რომელსაც გავაერთიანებ. სატურნისეულ საგნებს შორის ელემენტებიდან განეკუთვნება მიწა და წყალი. სატურნი მართავს შავი ლეღვის ხეს, კიპაროს, ფიჭვის ხეს. სატურნს ეკუთვნის სევდიანი და არამხიარული მცენარეები, რომლებიც ხშირად გამოიყენება სამარხებში, ადამიანის დაკრძალვისას. ცხომათა შორის სატურნს ეკუთვნის ყველა მცოცავი არსება, ასევე ისეთები, რომლებიც ყველასგან განცალკევებით ცხოვრობენ. ელემენტთა შორის იუპიტერს მიეკუთვნება ჰაერი. ადამიანში ეს არის სისხლი და სასიცოცხლო სული. ასევე ყველაფერი, რაც პატივს სცემს ზრდას, კვებას და სიცოცხლის გაფურჩხნას. ელემენტებს შორის მარსიანული არის ცეცხლი და ყველაფერი, რაც მკვეთრი და ბასრია. იუმორთა შორის მას ეკუთვნის ქოლერიკი. გემოებს შორის მარსიანულია მწარე, რომელიც წვავს ენას და იწვევს ცრემლებს. მეტალთა შორის მარსი მართავს რკინას და წითელ სპილენძს. ასევე მას ეკუთვნის ყველა ცეცხლოვანი, წითელი და გოგირდოვანი ნივთები. ელემენტებს შორის ვენერულია ჰაერი და წყალი. ელემენტებს შორის მერკურიანულია წყალი, თუმცა იგი ყველაფერს გაურკვევლად ამოძრავებს. ის, რაც მთელ სამყაროში გვხვდება, თავდაპირველად პლანეტათა მმართველობის მიხედვით მზადდება და შესაბამისად იღებს საკუთარ თვისებას. ასე რომ ცეცხლის გამათბობელი და განმანათლებელი შუქი მზის მმართველობის ქვეშ იმყოფება. თავად ცეცხლის სითბოს მარსი მართავს, ხოლო დედამიწის სხვადასხვა ასპექტები სხვა პლანეტების მიერ იმართება, როგორიცაა მაგალითად მთვარე და მერკური. ვარსკვლავიან ზეცას და მთელ კოსმიურ სივრცეს სატურნი განაგებს, მაგრამ შუამავალ ელემენტებში ჰაერს იუპიტერი მართავს, ხოლო წყალს მთვარე. შერეულ ელემენტებს მერკური და ვენერა განაგებს. ანალოგიურად, ბუნებრივად აქტიური მიზეზების დაკვირვება ხორციელდება მზეზე. ბოსტნეულთა შორის ყველაფერი, რაც ნაყოფს იძლება, იუპიტერის მიერ იმართება, ხოლო რასაც ყვავილები გამოაქვს ვენერას მიერ. სამყაროს მთელი სილამაზე ვენერასგანაა, მთელი ძალა მარსისგან და ყველა პლანეტა მართავს და განკარგავს იმას, რაც მისი მსგავსია. ასევე ქვებში წონას და კონდენსაციას მართავს სატურნი. გამოყენებას და ტემპერამენტს იუპიტერი, სიმტკიცეს მარსი, სიცოცხლეს მზე, სილამაზეს და სამართლიანობას ვენერა, ოკულტურ თვისებებს მერკური, ხოლო მის საერთო გამოყენებას მთვარე. გამოიწერე კოდის YouTube არხი, ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.